რატომ აპირებს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ხდება თუ არა გმირობის და გმირების სახელის გაუფასურება ქვეყანაში? მთავარი სტუმარია და ჩვენ შეკითხვებს ქუთაისის ყოფილი მერი და სტრატეგია აღმაშენებლის წევრი გიორგი თევდორაძე პასუხობს. საღამოშვიდობის ბატონო გიორგი, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ვერაფრით აუვლიდით გვერდს თემას, რომელიც უკავშირდება გმირებს. როგორ ფიქრობთ თქვენ, საქართველოში ხდება თუ არა გმირების და გმირობის სახელის გაუფასურება, თუ იმ განცხადებებს გავითვალისწინებთ, რაც გააკეთა, თქვათ ბატონმა კობახიძემ? უბრალოდ სხვადასხვა მოგესალმებით, მოგესალმებით ტელემაყურებელს. ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ძალიან სენსიტიური თემა. ძალიან ბევრი ჩემთვის პატივსაცემი თუ ნაკლებად პატივსაცემი ადამიანის მხრიდან გაკეთა შეფასება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. თითოეული ეს მოსაზრება რა თქმა უნდა ყურადღებას და პატივისცემას იმსახურებდა. ერთი რაღაც არის ცხადი და საზოგადოება არის კონსოლიდირებული ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ესე რომ ვთქვათ, იდეის და ანალიზის გარშემო, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი თვითყოფადობა და იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომელიც ყოველთვის იდგა გარკვეული გამოწვევების წინაშე, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან თუ ჩვენი სიმცირიდან გამომდინარე, ყოველთვის იდგა თავგანწირვაზე, გმირობაზე, თავდადებულობაზე. ჩვენი ისტორია ამისი ძალიან ისეთი მაგალითია. თავდადასა ძალიან მყარ ღირებულებებს ებრძვი, ამას არ აკეთებ შეუგნებლად, ამას არ აკეთებ თქვა ჩვენი უმეცრების გამო. ეს არის საკმაოდ ზაკრული და მიზანმიმართული პოლიტიკა. უბრალოდ ქართველობა დგას დღეს იმ საყდენზე და იმ საფუძველზე, რასაც ქვია დამწუხელიდან დაწყებული 9 ძმა ხერხეულიძე 300 არაგველი. ხა ცოტა ესეთ საზღეგრძელო ჟანრის თემებია, მაგრამ ეს არ არის პათეტიკა, ეს არის ჩვენი საკმაოდ ესეთი მძაფრი რეალობა, რომელიც მე ხანდახან ცხოვრებაში ხორციელდება ხოლმე და ხა კობახიძის განცხადებები ზოგადად აი იმ კომისიის, რომელსაც ღალატის კომისია დაარქვა მე ზოგიერთმა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი შეფასება, არა და ვითომ სიმართლის დადგენის კომისია უნდა ყოფილიყო და არა აღმოჩნდა, რომ ღალატის კომისია მათი აი გალაშქრება, აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი მყარი ღირებულებების წინააღმდეგ, რომელიც ფასობს დღეს ჩვენს საზოგადოებაში, ღმერთდიდება და საბედნიეროდ, არის სწორედ აი ამ საფუძვლის მონგრევის მცდელობა. შეიძლება ბევრ მათგანს გააზრებულიც არ აქვს, რომ ამას აკეთებს და ამას აკეთებს ან უმეცრებით, ან ავიც ისე გაუაზრებლად, მაგრამ ის ვინც ამ ყველაფრის, ასე რომ ვთქვა, დირიჟორია, ვინც აი ამ ყველაფერს ორკესტრირებას უკეთებს, ძალიან კარგად იცის, რასაც აკეთებს და რაც იქნება ამის საბოლოო შედეგი. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რა იცით, აი ცოტა ესეთი პათეტიკური შედარება გამოვიდა ჩვენ ხომ შვიდეულში ვართ. დიდი კვირა, ხო? დიდი ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი და ყველა აი ამ კვირის დღეს აქვს თავისი სიმბოლური დანიშნულება სახარებისეულად, საკრალურად და ქრისტიანების ცნობიერებაში. ეს კვირა იყო გარდა იმისა, რომ იყო დიდი ღალატის, მე ჯვარცმის და აღდგინების კვირა, ასევე იყო ერთგვარი ინდიკატორი ქრისტეს მოწაფეთაგან, ვინ მოღალატე იყო, ვინ მყარად, ასე რომ ვთქვათ, რწმენაში და ვინ არ ამყარად, ხო? ახლა ვთქვათ იგივე სამჯერ უარყოფა მამლის ყივილამდე, ან ეს რა ქვია, იუდას ღალატი, ან ერთგულება და გადადგომა თავიანთი რაბის მოქნეული ხმლის წინაშე და ბევრი ისეთი საკრალური მომენტია. ეს პერიოდიც არის ერთგვარად საქართველოს ღალატის, მისი ჯვარცმის და მე დარწმუნებული მისი აღდგინების პერიოდი იქნება და ეს პერიოდი წარმოაჩენს ვინ იუდა, ვინ პეტრე და ვინ მყარად არის თავის წვენაში და ღირებულებებში სამშობლოს წინაშე. მე ამაში ძალიან ღმადა ვარ დარწმუნებული. მადლობა პასუხისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ასევე ვერ აუვლით ალბათ გვერდს, უფრო სწორად საინტერესოა ოპოზიციური პარტიების მოსაზრება ამ თემებთან დაკავშირებით. გახლავთ ის, რომ 2025 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირი აპირებს საქართველოში უვიზო რეჟიმი გააუქმოს, უფრო სწორად ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მარტივად მოხდეს რამდენიმე ქვეყნის პროცედურა. ხო, შეჩერებამ უვიზო რეჟიმის და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს უვიზო რეჟიმის შეჩერება საქართველოს ეკონომიკაზე და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ, მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ? ეგ იქნება კატასტროფა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დაგვჭირდება ამ ეტაპამდე და ამ ასე რომ ვთქვათ, რაღაც დონემდე დასვლა. ჩვენ ახლა ქვემოთ მივდივართ, ქვემოთ მიდის ჩვენი ქვეყნის საგარეო ვექტორი, განზე კი არ მიდის, ან კი არ შეეცვალა. ქვემოთ დადის, აი ქვემოთ დავდივართ, ფსკერს უახლოვდებით. რამდენჯერ მეგონა რომ ფსკერამდე ვიყავი დასული, მაგრამ იმდენჯერ სამწუხაროდ ჩვენმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა, თვითგამოცხადებულმა მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა და იმიტომ რომ ისინი არ არიან იმ
იმ ლეგიტიმაციაში, რასაც არჩევნების მოგება ქვია და რასაც თქვათ არჩევით ხელისუფლებაში მისვლა ქვია, მათ მიიტაცეს ეს ძალაუფლება, მათ ყოველთვის აი ამ ჩემს და ბევრი დარწმუნებული ვარ საზოგადოების რწმენის მიუხედავად რომ ფსკერზე დავიდეთ, გახვრიტეს ეს ფსკერი და კიდევ უფრო ქვემოთ დავიდნენ და მე იმედი მაქვს რომ აქამდე გამოვარტივდა ამ ეტაპზე ეს პროცედურები, ხა ევროკავშირს აქვს თავისი ძალიან მკაცრი კრიტერიუმები, ხო? ახლა თავის დროზე ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ, მოდი პირდაპირ ვთქვა, არ იყო მარტო მაშინდელი საქართველოს ხელისუფლების დამსახურება, ეს იყო წინა ხელისუფლების და ალბათ იმის წინა ხელისუფლების მიერაც გარკვეული საფუძვლის ძალიან დიდი საფუძვლის მომზადება, იმიტომ რომ ამისკენ მიდიოდა ქართველი ხალხი, თავისი წვენი, თავის ფასეულობებით, თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებით, რომელიც ძალიან ურყევად იყო დაფიქსირებული პლებიციტის თუ რა ვიცი, ბევრი ისეთი იურიდიული და სამართლებრივი დოკუმენტის და პროცედურის შედეგად ივანიშვილის რეჟიმმა დღეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ყველა ის წვენა და ყველა ის ხედვა, ყველა ის შთაბეჭდილება, რაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს მეგობრებს გააჩნიათ საქართველოს მიმართ და აბსოლუტურად ბუნებრივი, ლოგიკური და სამართლებრივად გამართლებული რეაქცია მათის მხრიდან, იმიტომ რომ თუ შენ არ აკმაყოფილებ თქვათ იმ კრიტერიუმებს, რაც არის ჩემთან მოსასვლელად საჭირო, მაშინ მე შენ არ შემოგიშვებ ჩემს ოჯახში. თუ ჯიუტად მაინც გააგზელებ იქეთკენ სვლას რომ დაცილდა ამ ჩემს ოჯახს და თან ამავდროულად ამას დაუმატებ რომ ყველა იმ ფასეულობას რაც დგას ევროკავშირი შენ ლანძღავ და შენი ქმედებებით აი ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ უარყოფ, მაშინ მე კიდევ უფრო მეტად დაგცილდები შენ, ხო? ეს ესეთი ბუნებრივი თემაა და თუ ეს მოხდება, ეს იქნება კატასტროფა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეხა ის პროცესები, რაც ვითარდება მსოფლიოში, რომელიც აუცილებლად პოვებს ასახვას საქართველოში და ჩვენ ძალიან დიდი თამაში, ძალიან დიდი პროცესების ისეთი ამ წუთში სტატიკური მონაწილეობა ჩვენ ხო ეხა ვერ ვქნით აი ამ დღის წესრიგს ჩვენ და სამწუხაროდ არ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ამ დონემდე მივიდეთ. მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეხლა აქამდე ბევრჯერ ლაპარაკობდნენ და ხშირად გვითხოვთ, რომ პოლარიზებული იყო საზოგადოება, ხო? ნუ ეს პოლარიზაცია რაღაც გარკვეულ ეტაპამდე გაგრძელდა. ეხლა ეს უკვე პოლარიზება აღარ არის. ეს არის საზოგადოების ჩვეულებრივი დიქოტომია, ანუ ორად გაყოფა, ორად გაიყო დღეს საზოგადოების ხედვა, ორად გაიყო დღეს საზოგადოების მისწრაფებები. არსებობს ერთი ნაწილი, ძალიან მრავალფეროვანი, ძალიან განსხვავებული თავის პოლიტიკური გემოვნებით. ეხლა იქ იმ ქუჩაში, როდესაც იკრიბება ხალხი ამ საპროტესტო აქციების დროს და ბევრჯერ აქილიკებენ, ხო თქვა, სიმცირის გამო ხო უყურებთ რომ ყველა გადავწყვეტ ომში საჭიროზე მეტი ადამიანი გამოდის და იმ ადამიანებს ძალიან ბევრი რაიმე განასხვავებს, ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო გემოვნებითი თუ პოლიტიკური ხედვითი რაღაც ისეთი პოზიცია გააჩინა, მაგრამ ერთ რაღაცაში არიან ერთიანი, მათ მიაჩნიათ რომ მათი შვილების და ქვეყნის მომავალი არის ევროპაში. მათი შვილების და ქვეყნის მომავალი არის ევროატლანტიკურ ალიანსში და მეორე ნაწილი, რომელიც მხოლოდ ოცნების მიმართ მერკანტილური თუ რაღაც ავიცი იდეოლოგიური ერთობის გამო დგას მეორე პოზიციაზე, აღარ არის პოლუსის მეორე მხარე, ეს არის ის ხალხი, რომელსაც ქვეყანა უნდა შეიყვანოს გამოვალ ჩიხში და გამოვალ მდგომარეობაში. ამიტომ ეს დიქოტომია არის ქვეყნის პატრიოტებს და ქვეყნის მოღალატეებს შორის. მე პირდაპირ ვამბობ, არ მეშინავს სიტყვის. ერთადერთი შეფასება, რაც მოისმინეთ, იყო დეპუტატის, ქართული ოცნების დეპუტატის ქადაგიშვილისა, რომელმაც თქვა, რომ ეს შესაძლოა საქართველოს წინააღმდეგ ვიზა ლიბერალიზაცია გამოყენებული იქნა შანტაჟის სახითო. ხო, იცით რა, ყველა სანქცია არჩევნებს, ყველა სანქცია, ყველა მიღებული გადაწყვეტილება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც უკავშირდება რომ ძალდატანებით მაინც ქართულ ოცნებას აიძულოს ახალი არჩევნების ჩატარება, აიძულოს პოლიტპატიმრების გამოშვება, აიძულოს დემოკრატიის და დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე სიარული, ჩვენ შეგვიძლია მაშინ შანტაჟად შევაფასოთ ის ადამიანები, ხო? ეხლა ნებისმიერი სანქცია ეგ არის ერთგვარი შანტაჟი. მე გავაკეთებ ამას, თუ შენ არ მოიქცევ ისე, როგორაც საჭიროა შენთვის. შანტაჟის ენაა ეგ, არა, მე მგონია ეს არის ჩვეულებრივი ისეთი სანქციების ენა, რომელიც გეუბნება რომ თუ შენ არ აკეთებ ამას და თქვათ გადადიხარ ამ ზღვარს, მაშინ შენ შორს ახარ ჩემგან და ეხლა გინდოდეს თან ჩემთან და თან ამ დროს იქცეოდე ესე რომ ეს ჩემი მაპისთვის ეხლა მაპს ამ შემთხვევაში გზამკვლევს გულისხმობ, ხო? აი მაპი აურიო და არ მოდიოდე ჩემსკენ ამ დროს გინდოდეს რომ საბოლოო ჯამში იყო ჩემთან, ხო? ეხლა ოქსიმორონი ეგ როგორ შეიძლება, ამიტომ ქართული ოცნების ენა, ქართული ოცნების ლექსიკა ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ და ტრაგიკულად ერთ-ერთზე გავს ერთადერთი სახელმწიფოს და ერთადერთი რეჟიმის ენას, ეს პუტინის რუსეთის ენა არის, რომელიც ამერიკოსებს ესე
ტერმინს და იმპერიალისტურ თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს იმპერიალისტური გადმონაშთი ექვა, ხო, დასავლეთს და კაპიტალისტურ სამყაროს. ეხლა ესევე ეძახოდნენ ჩვენს ბავშვობაში და ეხლა მეც და შენც იმ სამყაროს ზე რო თქვა შვილები ვართ და წევრები ვართ თამუნა, რომელიც ყოველ კვირაში რამოდენიმეჯერ პრავდას უყურე ხა არ მკითხულობდით, მაგრამ მოდიოდა, ხო, ყველა ოჯახში და კომუნისტი მოდიოდა, რომელიც პირველ გვერდზე იყო კარიკატურები, სადაც ბიძიას სემი ხან ატომური ბომბით და ხან ისე რაღაცა გაძველტყავებული ადამიანის ექსპლუატაციის იყო დაგაველი ესეთი კარიკატურები იყო და აი ერთ-ერთზე გავს ეს არ შეცვლილა ეს აი ისე ძველებურად ვითარდება ეს პროცესი. სამაგიეროდ ბატონო გიორგი შეიცვალა ხელფასების მდგომარეობა. დღეს ბატონმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარზე მეტი გახდა. ხო, აი მე მინდოდა მეკითხა, თქვენ ხომ არ გყავთ ისეთი ნაცნობები? ქუთაისში ვისაც საშუალო ხელფასი 2000 ლარზე მეტი აქვს. ჩემს სამწუხაროდ ჩემი ნაცნობების უმეტესობა ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ და ამ ქვეყნისთვის ძალიან სამწუხაროდ დღეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის და იქედან ცდილობს საკუთარი ოჯახის გამოყვებას. მათ შორის ჩემი ორი შვილიც არის, რომელიც დღეს ოკეანის გაღმაცხოვრობს უკვე 2 წელზე მეტია და ჩვენ აი ტელეფონით აგვაქვს ურთიერთობა ხოლმე ერთმანეთთან და ნუ ახლა შეხვედრასაც ვახერხებთ დიდება უფალს, მაგრამ 2000 ლარიანი ხელფასი რა არის, იცით, აი იმდანაც დიდი არის განსხვავება, კონტრასტი არის დიდი. რომარ ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, ბიუჯეტში შედისო ეს თანხები და აქედან გამომდინარე ჩანსო. ესე იგი, მათთვის სახარბიელო და მათთვის კომფორტულ რეალობაში ცხოვრობს დღეს ქართული ოცნება და ამავდროულად არის ორი რეალობა კონტრასტი არის დიდი. იმ ფენას შორის, რომელიც ეგრეთ წოდებულ კოლაბორაციულ ურთიერთობაში იმყოფება მათთან, ეს არის პრივილეგირებული ფენა და იმ ფენას შორის, რომელიც ყველა მათგანი ბატონ კობახიძეს, ქვეყნის თვითმარქვია პრემიერს ყავს ჩათვლილი რადიკალების და ომის პარტიის წევრები. თუ ყველა ეს ადამიანი, ვისაც საწინააღმდეგო მოსაზრება გააჩნია, ამიტომ ეს ადამიანები კობახიძეს აზრით არ იმსახურებენ არსებობისათვის აუცილებელ წყაროს. და მარტო იმ ადამიანებს უნდა ექნეთ ხელფასი, რომლებიც მათთვის მაამებლური პოზიციით არიან, მისთვის სასიამოვნოა, ხო? ნუ ახლა სიცხველია ამ თემაზე ლაპარაკი, დღეს რეალობას აცდენა არის, სწორედ თავარი პრობლემა დღეს საქართველოს თვითმარქვია ხელისუფლების. რეალობას აცდენები რო არ იყვნენ, მაშინ იმ შედეგებსაც არ გააყალბებდნენ და იმ ფალსიფიცირებული შედეგებით არ გადაწყვეტდნენ, ხო? თქვა მისულიყვნენ ძალაუფლებასთან. რეალობას რო არ იყვნენ აცდენები, მაშინ გმირებს არ გამოაცხადებდნენ, ისა რა ქვია, პიარისთვის შეწირულ სულელებად, ბოდიში მომიხდია მე მათი ხსოვნისთვის, აი ესეთ შედარებისთვის, მაგრამ სხვა საფეს არ ნიშნავდა და არ გამოაცხადებდნენ დასავლეთ საქართველოს მტრად. არც 9 აპრილს გაგუპვალ ადამიანი. მინდოდა მეკითხა, უცხო ძალა ერთი და დღეს კიდევ აღმოჩნდა თემა, რომელიც გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. 9 აპრილს თურმე არ იყო რუსული ჯარი, ეს იყო საბჭოთა ჯარი. იმიტომ რომ რუსულ ჯარში თურმე სხვადასხვა ქვეყნის მოამრავი ეროვნების ადამიანი იყო. თურმე და ეს ყოფილა საბჭოთა ჯარი და რუსეთი არაფერ შუაში არ ყოფილა 9 აპრილს. რა კომენტარს გააქვთ? რა არის, იცით, აი ძალიან კლასიკურად ვითარდება ყველაფერი. ნესოლ მანდელას ერთ საოცარი სიტყვები არის, ძალიან ცნობილი, რომ თავიდან დაქცენიან, მერე გებრძვიან და მერე შენ იმარჯვებ, ხო იცით, აი დაჩინვის რეჟიმი უკვე გაიარა ქართულმა ოცნებამ. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხალხის გამოცვლის და საპროტესტო ტალღისა, როდესაც დაცინოდნენ იქ რაღაცა პირსინგიანი სახეების ამოღება უნდოდა და სხვა ფერზე შეღებილი ხა ეს ყველას გემოვნების საკითხია და მე არ მგონია ჯერ სწორად სეგრეგაცია ადამიანებს ვის პირსინგი აქვს, ვის თმა აქვს შეღებილი და ვინ როგორ არის ჩაცმული. მთავარი ადამიანების შინაარსია, მათი мотиваციებია და მათი ესე რომ ვთქვათ იდეებია, ხო? ჩემის აზრით ქვეყნისთვის და ქვეყნის ხელისუფლებისთვის, თუ თვითმარქვია ხელისუფლებისთვის საინტერესო. ამ დაცვინის რეჟიმიდან უკვე გადავიდა ბრძოლის რეჟიმზე. გვებრძვიან, იმიტომ რომ ეხლა აი ეს სანქციები და ფინანსური რაღაც ისეთი რა ქვია ტვირთები 5000 ლარიანი თუ 50000 ლარიანი ჯარიმები, აი გვირების 100,000 აი პოლიტპატიმარი ყავს ხალხო 55 პოლიტპატიმარი. მე მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად მეაშე პირველ პოლიტპატიმრად, მაგრამ იმას ვისაც არ მიაჩნია მიხეილ სააკაშვილი იმ ბავშვებზე მაქვს საუბარი, რომლებიც უბრალოდ თავიანთ პროტესტს გამოხაზავდნენ ძალიან აქტიურად, რომელიც ჯერ კიდევ არის კონსტიტუციურად უზრუნველყოფილი უფლება ჩვენ და აი ამ განსხვავებული აზრის
გამოსხატვისა და პროტესტის გამოხატვის გამო არიან დღეს სისხლის სამართლის დამნაშავეები, ხო, ბჭყალებში ვამბობ ამას და აი ამის შემდეგ დგება ჩემი აზრით გამარჯვების ფაზა. Რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება ეს გამარჯვება და ყველა ეგ და შედარება რაღაცა, ყველა ეს გამონათქვამი, რაღაცა ეს სისულელე რო ომში თვით განწირავი თავის გამწირავი გმირები კი აღარ ჭირდება, საქმის გამკეთებელი გმირები ჭირდება. ძალიან მაგონებს ჩემს ბავშვობაში, მშვიდობის ალღაზელოს რომ ვსვამდით, მაშინ გავრცელებულაც რომ დღეს ეცით რა იმასთან აქვია, დაზგასთან ბრძოლა არის მნიშვნელოვანი ომის მაგ გახსოვთ, ეგეთი იდეოლოგიური, ესე რომ ვთქვათ, პერიფრაზი საბჭოთა კავშირის დროს და ომის დროს და ეხლა მშვიდობის და დაზგასთან ბრძოლა არის და დაზგასთან გმირობა არის და სოციალისტური შრომის გმირები ყავდა ჩვენ როცა. ეხლა რა ვიცი, ალბათ ცოტა ხანი თუ გაგრძელდება სოციალისტური შრომის გმირების ტიტული შემოეხა ვინ ისე იქნება ძალიან მორჩილა თუ თქვა მე არ ვაკნინებ ადამიანს ბევრი სოციალისტური შრომის გმირი ალბათ გარკვეულ პატივისცემასაც იმსახურებდა ეს ხალხი თავის საქმეს აკეთებდა და იმ იდეოლოგიის მსხვერპლს არ დავარქვევ ეხა მაგრამ იმ იდეოლოგიური ხიბლის ქვეშ იყო ხო რაც მაშინ იმ შეთავაზებული წესის თუ რაღაცა თამაშის რაღაცა ესეთი პირობების რომელიც იმ რეჟიმს ჰქონდა საბჭოთა რეჟიმს გულისხმობ მაგრამ დღეს ეს სწორედ აქეთკენ მიდის ეს იდეოლოგია ამიტომ ამ ყველაფრის სერიოზულად მიღება არ შემიძლია თამუნა ისე როგორც არ შემიძლია სერიოზულად მიღება რომ ქუთაისი საპორტო ქალაქია მაგალითად ხო ეს არის სწორედ ირეალურ სამყაროში ცხოვრება ეს არის ყველაზე უფრო მომაკვდინებელი ცოდვა ყველაზე უფრო მომაკვდინებელი შეცდომა ნებისმიერი პოლიტიკური გუნდისა დღეს ირეალურ ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის აი ეს შედეგი რაც დადგა პოლიტიკური შედეგი პოლიტიკური ვერდიქტი ხალხის მხრიდან ეს იყო გარკვეული ირეალიზმის შემოტანა ჩვენს ყოფიერებაში ხო ჩვენ შესაბამისად ვერ შევაფასეთ მაშინ ის გამოწვევები რომელიც ჰქონდა ხალხს და მიაჩნდა და ჩვენ აბსოლუტურად სხვა გამოწვევებისკენ მივიდოდით, თორე ნუ ეხლა ამაზე საუბარი ძალიან ისეთი კომპლექსური თემაა და მე ამაზე არ შევჩერდები. აი, იმაზე გაცილებით უფრო წარე შედეგი დაუდგება ქართულ ოცნებას, ჩვენ ქვეყნისთვის არ გვიღალატია და ქართული ოცნება დღეს ღიად გამოცხადებულად, ეს არის გამოცხადებული ხალატის ქრონიკები, რაც ეხლა ხდება ტელევიზიებში, მედია საშუალებებში თუ ჩვენს ქუჩებში, ხო, გამოცხადებული ხალატის ქრონიკა არის. თუმცა შევნიშნავ, რომ ქართული ოცნება ასე არ ფიქრობს ბატონო გიორგი. ხო, ეხლა ისინი ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები არიან მათიციან ერთი ძალიან კარგი ჭეშმარიტება და სხვა შორის ამის გამოყენებას ცდილობ თუმცა ამქიდან აფერი არ გამოვა რომ შეტევა თავდაცვის ყველაზე უფრო კარგი ფორმა და სწორედ აი თავდაცვით რეჟიმში არიან შეტევის ხაზზე ხვდებით რას გულისხმობ მაგრამ ნუ ეს ყველაფერი ეხა ძალიან ისეთი მყიფია ძალიან ისეთი ყალბია ძალიან ისეთი როგორ თქვა სცენური არის და არ არის ეს მათი შინაგანი შინაარსი იმიტომ რომ ეხა მათ იმდანად რთული პერიოდი აქვს რომ ბევრი საყრდენი ადამიანის გამოცვლა დააპირეს არ დავკონკრეტებ ეხა და სახელებს და გვარებს არ გავემეორებ მზადდება ისეთი ცვლილებები რაც გამოჟონა ახლა მედია საშუალებებში მე თვითონ ვარკვეს რომ რაღაც ახლა გომელაური შეცვლა მდინარაძეთი თუ მართლა ესეთი რაღაცა განხილებოდა ეს იმას ნიშნავს რომ საშინელი კრიზისია შეგნით ხო ისე და ჩვენ გვაქვს ახლა ბევრი ინფორმაცია რომ მათთან ძალიან დიდი დუღილია და ძალიან დიდი კრიზისია შეგნით ახლა ბევრი ადამიანი რომელიც ახლა შეიძლება არ არის იმდენად კეთილსინდისიერი რომ გამოვიდეს ღია და დაუპირისპირდეს აი ამ მარაზს მაგრამ საკუთ კეთილგონიერია ხდებოდეს დაჭირდეს და ანამნეზ ხდებოდეს აი მდგომარეობისა აქვს მას პროტესტის გზნობა და უპირისპირდება იმ სისულელეს აიშტაც ახლა ყველანი არიან გახვეულები ხო და აი ეს სისულელე დღეს ახლა რბილად არის რა თქვა სისულელე ქვეყანას ღუპავს და დაყუპვის გზაზე მიყავს ამიტომ ეს ყველაფერი დიდხანს ვერ გაგრძელდება მე მაშინ გადავარ დარწმუნებული ვიდრე დაგემშვიდობებოდით კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს ჩინურ ენასთან დაკავშირებით დღეს ცნობილი გახდა რომ ჩინური ენა არჩევით შესაძლოა უკვე სკოლაში ისწავლებოდეს მომავალში და გავიგეთ ბატონო, გასაგებია, რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარ. კი ბატონო, მეც ფრაზე გამახსენდა. ხო, არაჩვეულებრივია ბევრი ენის ცოდნა, მაგრამ რატომ მაინც ადამიანი ჩინური? ხო, იცით რა, აი ბიზნა ივანიშვილს აქვს ერთი ასეთი, ჩემი აზრით, მისთვის ჭკვიანურად ეხა ბჭყალებში ვიტყვი ფანდი ისაც არის რეალურად რუსული, მას უნდა ესე რომ ვთქვათ, შეკმაზოს თუ შებუროს თუ აი შენიღბოს ჩინურით. ეხა ჩინეთისკენ გეზი გამოცხადდა ოფიციალურად, ამ დროს ეს იყო რუსეთისკენ. გარდა ჩინეთ და რუსეთი ძალიან განსხვავდება და ბევრი განსხვავებები აქვს და ბევრი დაპირისპირების საფუძველი აქვს, ამას ნუ განახევ ჩვენი უახლოესი მომავალი, მაგრამ რა არის იცით ჩინეთისკენ სვლა ეს ნიშნავს გეზის შეცვლას
დასავლეთიდან საპირისპიროთი. აი ამის მანიშნებელი არის ეს ყველაფერი. ეს არის იმის მინიშნება, რომ ჩვენ სუვერენიტეტს ვამყარებთ. და მე მართლა მივესალმებ ხა რამდენი ჩემი ქალიშვილი, რომელმაც დაამთავრა ესეთი სასწავლებელი, ხა ბევრმა იცის აზია აფრიკის ინსტიტუტი ბენდუკიძის უნივერსიტეტში და რამდენიმე ენა იცის და ზოგადად ახლა ჩვენს ახალგაზრდობას ერთ-ერთი ენა, რომელიც ვერ იცის კარგად, ისე როგორც ვთქვათ, ინგლისური, შედარებით კარგად იცის ფრანგული, არის ჩინური. და დღეს ჩინური ეს არის ძალიან აქტუალური ენა ჩინეთის სავაჭრო და ეკონომიკური პოტენციალიდან გამომდინარე და კარგია თომას ისწავლიან, მაგრამ ეს პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ მშობლიური ენა და მე ხა არა ვარ ამ ჩემი შვილი რომელიც 5 ენას ფლობს ამბობდა გაცილებით ადრე ვიდრე ამ თემაზე ჩინური გავისწავლე. ამაში ცუდი არაფერი არ არის, უბრალოდ ამ ყველაფერს ანიჭებს თვითგამოცხადებული რეჟიმი, გარკვეული და ძალიან მნიშვნელოვანი מחვილის ძახილის ნიშნიანი ესეთი რაღაც პოლიტიკური მეტამორფოზის მნიშვნელობას. რომ ეხეთ რა იცით რა, ჩვენ აღარ უნდა ვიაროთ დასავლეთის მხარეს და ეხლა უნდა ვიაროთ აღმოსავლეთისკენ, იმიტომ რომ აღმოსავლეთ არის ჩინეთი დაახლოებით. აღმოსავლეთ რუსეთიც არის ისე, ჩინეთი და რუსეთი ჩვენგან სწორედ ერთი მართლა აღმოსავლეთისკენ არის. თუ ჩვენ ჩინეთთან გვექნება კარგი სავაჭრო ურთიერთობა, მე მხოლოდ მივესალმები ამას. თუმცა ეს სავაჭრო ურთიერთობა არ უნდა მოხდეს იმ ურთიერთობების ხარჯზე, რომელიც აქამდე გქონდა ჩვენ დასავლეთთან. იგივე ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკასთან და ზოგადად კოლექტიურ დასავლეთთან, როგორც ამათ უყვართ ახლა, ხო, ევროპასთან და ყველა იმ დასავლურ ცივილიზაციასთან. ჩვენ ხო აი ამ ცივილიზაციის ესეთი ღვიძლიშვილი ვართ, ხო, მისი ორგანული ნაწილი, ყოველთვის ვიყავით მისი ორგანული ნაწილი, ხა ამასინათ უსმენდი სადღაც აღარ მახსოვს, რომ მას შემდეგ რაც ბიზანტიის იმპერია გადათელეს ოტომანებმა და ბიზანტიის იმპერიის ნაცვლად იქ იყო რა ქვია თურქეთის სასულთნო, ესე ერქვა მაშინ. ჩვენ აღმოჩნდით იზოლირებული ევროპული კულტურისგან, წარმოიდგინეთ, ხო, მანამდე ბიზანტია გვყავდა დიდი მფარველი, დიდი მოკავშირე და ჩვენი გზა იყო ევროპასთან. მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს დარჩა როგორც ქრისტიანობის და მაშინ ქრისტიანობას იყო საბიზნესო ბარათი ევროპის, ევროპული კულტურის ოაზისი, კუნძული აი ამ ისლამურ გარემოცვაში. მაშინ არ დაგვიკარგავს ჩვენ დასავლურ კულტურასთან და ევროპულ ცივილიზაციასთან კავშირი, როდესაც კუნძული ვიყავით და დღეს, როდესაც იმაზეა საუბარი, რომ თურქეთი შეიძლება გახდეს, მე მხოლოდ მივესალმები ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყანა, ეხლა ჩვენი გარუსება და ჩვენი ევროპული კულტურიდან ჩამოცილება ეს არის მხოლოდ რაღაცა ესეთი უსაგნო მცდელობა და აქედან არაფერი არ გამოვა დამერწმუნეთ ბატონებო ქართულ ოცნებაში და ქალბატონებო, ბატონებო და ქალბატონებო და მე ყველას ვურჩევდი, რომ ის გზა, რომელიც თავის დროზე აეჩია ჩვენ მეერმა, ის გზა, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის გზა იყო, ის გზა, რომელიც იყო დავითის და თამარის გზა, ჩვენ არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დიდგორის ომში ჩვენს მხარ-და-მხარ ევროპელი რაინდები იბრძოდნენ, ეს არ გაკეთებულა შემთხვევით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური აზიმუტის მაჩვენებელი იყო. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობდა მაშინ საქართველოს. არც ეს დაგავიწყდეთ და ამიტომ აქედან ჩვენი ასე რომ ვთქვათ აცილება აი და სხვა მიმართულებით წაყვანა ეხა ეს არის ძალიან დიდი სისულელე. მე მივესალმები ჩინეთთან კარგ ურთიერთობას, ყველა სახელმწიფოსთან კარგ ურთიერთობას. არა ომიც არ მინდა ხალხო, რა სისულელეა, როგორ შეიძლება ნორმალურ ჭკვატყოფილ ადამიანს ომი უნდოდეს, მაგრამ მშვიდობა ღირს ძალიან ძვირი. მაგრამ არ ღირს იმდენად ძვირი, რომ მშვიდობის ფასად შენ გაცვალო შენი შვილების მომავალი და შენი ქვეყნის ღირსება. ღირსებაზე და შვილების მომავალზე ძვირი არ ღირს მშვიდობა. დანარჩენზე ყველაფერზე ძვირი ღირს. საკუთარ სიცოცხლეზე ძვირი ღირს მშვიდობა, ოღონდ შვილების მომავალზე ძვირი არა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, მე სამწუხაროდ არ ვიცი ჩინურად როგორ დაგემშვიდობოთ, ამიტომ ქართულად დაგემშვიდობები. მიხავრო მისალმება არის, ეგ ვიცი, ჩემმა შვილიშვილმა მასწავლა სხვათა შორის, რომელმაც იცის რაღაც რამოდენიმე სიტყვა. ხო, მაგრამ მიხაო ხო და მიხაო თუ ნიჰაო? ნიჰაო, მე მგონი ნიჰაო. ხო. დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით და თქვენი შეხედულებები გაგვაცანით ჩვენთვის საინტერესო. გილოცავ წინასწარ და ტელემაყურებელს ულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და მე ხმადა ვარ დარწმუნებული, რომ ისეთი საკრალური ისტორიის, ისეთი საკრალური მნიშვნელობის ქვეყანა, მართლაც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ეს წილხვედრობის თემა ხანდახან ხო ესეთი სკეპსიზის და რაღაცა ცინიზმის საფუძველის გამختარა თართლად უსამართლოდ ხანდახან, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ ამაღები, რომ ჩვენ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ვართ ქრისტიანულ კულტურაში და ყველას ულოცავ, ყველა ოჯახს და მე მინდა და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე თავის დიდებაში, თავის სიძლიერეში და თავის ესე რომ ვთქვა თავდაჯერებულობაში აღდგენის საქართველოს ვიხილავთ, ამაში ვარ დარწმუნებული.
მადლობა, დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით, რომ ვიყურეთ, იყავით ჩვენთან ერთად, ერთმანეთს შევხვდებით ხვალ, ისე 20 საათსა და 30 წუთზე მეგა ტივის არხზე. ნახვამდის.